მაგიდის ნატურა 220, 230 ვოლტი, 100 ვატი. რა აზრი აქვს მას, თუ არა გაქვს ელექტროენერგია? გაიაზრე პრობლემა. ჩაერთე ენერგოსექტორის მართვაში. უბანს, ჩემ უბანს, დიდ უბეს, საკმაოდ ბევრი პრობლემა ჰქონდა დააგროვილი, თუნდაც ენერგეტიკულ საკითხებში. ყველაზე დიდი პრობლემა ენერგეტიკული, რაც იმ პერიოდში ჩემი უბნისთვის არსებობდა, ეს იყო გარე განათება. იმიტომ რომ იყო აბსოლუტურად ჩაბნელებული ქუჩები, ღამე გვიჭირდა სიარული, როგორი გზებია კარგად მოგეხსენებათ ორმოები და ორმოების გარდა კიდე იყო საშინელი ქურდობა. ქურდავდნენ, ძლის ამოვდიოდით, იძულებული ვიყავთ, ტაქსით მოვსულიყავთ, რომ დაბრუნდათ სახლში. ჩვენ ყველანი ისდენად ვიყავთ, ჩვენი პირადი პრობლემებით დაკავებული, რატომღაც ვფიქრობდით, რომ ამას სხვა გააკეთებ და ჩვენ მაგივრად. პირველი რაც გავაკეთეთ, დავიწყეთ აი ამ გარე განათებისთვის მუშაობა. ეს არის ენერგოსერვისის მომხმარებელთა ასოციაცია. ჩვენ ყურადღებას თავიდან ვამახვილებით ელექტროენერგიაზე. ყველა ესმას წევრი არის ჩვეულებრივი 6-დან ერთ-ერთ რაიონში მაცხოვრებელი ადამიანი, რომელსაც აქვს სურვილი, რომელსაც აქვს ლიდერული თვისებები და რომელსაც შეუძლია ინიციატივის გამოჩენა თავისივე კორპუსის საცხოვრებელი გარემოს საკეთილდღე. ჩამოვიარე ეს ქუჩები, ეს იყო ვახუშტის ქუჩა, ბათუმის ქუჩა, ფოთის ქუჩა, გორის ქუჩა. ამ ქუჩების მოსახლეობისგან შევაგროვე ხელმოწერები. მივმართეთ განცხადებით ქალაქის გარე განათებას, რომ გაეკეთებინათ აი ამ ქუჩებზე გარე განათება. ჩვენ მივმართეთ მათ ნოემბერში, დაგვპირდნენ რომ იანვრის მერე გაკეთდებოდა გარე განათება და სადღაც თებერვლით-ვალში უკვე მარტში ფაქტიურად ქუჩები განათებული იყო. ევროპის მრავალ ქვეყანაში, ამერიკაშიც საზოგადოებაზე დაფუძნებული ორგანიზაციები, ჩვენ შემთხვევაში ესმები, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საკუთარი გარემოს და კომუნალური პრობლემების მოგვარებაში. Public interest groups, such as the Colorado Public Interest Group, for example, are very capable at mobilizing people around a common cause, which they feel is something in the public interest. And that type of experience we've witnessed not only in the United States, but in developing democracies throughout the world. რაც შეეხება ელექტროენერგიის კუთხით, რა პრობლემები შეიძლება არსებობდეს კორპუსის მაცხოვრებელსა თუ იტალიური ეზოს მაცხოვრებელს შორის, შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად, ესე იგი, ლიფტის პრობლემა, სადარბაზოდან დენის დატაცების საკითხი, არის გამორთვების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში მეტნაკლებად ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემა აღარ არსებობს, მაინც საკმაოდ აქტუალურია. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ელექტროენერგია ეს არის ესეთი საკმაოდ ისეთი პრობლემა, რომლის გარშემოც ხალხის გაერთიანება შეიძლება. მე წარმოვადგენ აღნიშნული პროექტის მენეჯერს. აქტიურად მე მეხებოდა მთლიანად პროექტის კოორდინაცია. კრიტერიუმები, რის მიხედვითაც შევარჩიეთ ის ხალხი, ვისთანაც დღემდე თანამშრომლობთ, არის შემდეგი. პრინციპში მათ უნდა ქონოდათ ნდობა სხვა მეზობლების მხრიდან, ისინი ყოფილიყვნენ ცნობადნი მეზობლურ წრეში და უნდა ყოფილიყვნენ ჩვეულებრივი სხვებისგან არაფრით განსხვავებული ხალხი. ექვსწინასთან შერჩეულ უბანში ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ აღმოგვეჩინა კეთილმოსურნე ადამიანები და უბრალოდ ისეთი ადამიანებიც კი, ვინც თავდაპირველად საერთოდ დროს დაგვითმობდნენ და მოგვისმენდნენ. კითხეს ჩავერთვებოდი თუ არა ამ პრობლემების მოგვარებაში. բայց მოვიფიქრე და დავთანხმდი. ოჯახ-ოჯახ დადიოდნენ ამ ექვს უბანში და იკვლევდნენ სიტუაციას, არჩევდნენ იმ ადამიანებს, რომლებთანაც შემდგომში თანამშრომლობა შეიძლებოდა. თვითონ ადგილობრივ მოსახლეობასთან დაკავშირება, კონტაქტში შესვლა და შემდგომში მათში ლიდერების აღმოჩენა მიმდინარეობდა შემდეგნაირად. ჩვენ მივდიოდით საცხოვრებელ უბანში